მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო. განსაკუთრებით კი ქართული რაგბისა და გთავაზობთ დიდი 10-ის მე-10 ტურის მატჩების მიმოხილვას, რომლის ნახვა ტრადიციულად შესაძლებელია დიდი 10-ის ოფიციალური YouTube არხსა და Facebook გვერდზე. წავიდა პირველი მატჩი აკადემია ყოჩები და აკადემიელთა შეტევას ვადევნებ თვალს. მოლში ბურთს აკონტროლებს საბა შუბითიძე, ეს მოლი კარგად მიიწევს წინ. ახერხებენ აკადემიელების შესვლას პეტოქის ჩათვლის მოედანში. საბა შუბითიძეს იხადარჩენია დაწვეს მიწაზე, დაამიწოს ბურთი და გაიყვანოს თავისი გუნდი წინ ანგარიში 5-0, რასაც მოძღვრიშვილი კიდევ ორ ქულას დაუმატებს და პირველ ტაიმს აკადემია 7-0-ს მოიგებს. მეორე ნახევარი კიდევ ერთი ლელო უნდა ვნახოთ ახლა და ისიც აკადემიის ანგარიშია. მარჯვენა ფლანგზე მოკლე ფრთაზე გაათამაშეს ბურთი სტუმრებმა ამ შეხვედრისა. მარტო 1-1-ზე დარჩა მეტოქესთან ჭუაძე, რომელმაც აჯობა ფიზიკურ ორთაბრძოლაში მეტოქეს კუთხეში დაამიწა ბურთი და 12-0 გახდა ანგარიში. ყოჩების ლელოსაც ვნახავთ, მაგრამ მანამდე უნდა ვნახოთ თორნიკე ზოიძის სუპერ ჰიპერ ალბათ ბოჭვა, რომლითაც მან შეაჩერა ეს შეტევა, თუმცა დროებით, ვინაიდან კარგად მონახეს სივრცე მარჯვენა ფლანგზე ყოჩებმა, გაათამაშეს ბოლომდე ბურთი, კარგი პასები, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს აკურატულობა პასების გადაცემის დროს და ციგრეკიძე პირველი ლელოს ავტორი ხდება ყოჩების შემადგენლობაში 5-12. დიდხანს არ გაგრძელდა ეს ანგარიში, იმიტომ რომ მალე აკადემიამ მოახერხა გაქვითვა არათუ იმ ქულისა კიდევ და ზედმეტი ორი ქულის აღებაც. საჯარიმო ლელო დაინიშნა შერკინებაში და 19-5 გახდა ანგარიში აკადემიის სასარგებლოდ. მატჩი წერტილი კლავაც ყოჩებმა დაუსვეს, კლავ მარჯვენა ფლანგზე მოხდა გარღვევა და რეხვიაშვილმა დაამიწა ბურთი, რაც საბოლოო რეზულტატური შეტევა იყო ამ მატჩისა. 10-19 დამარცხდა მასპინძელი ყოჩები აკადემიასთან. გადავინაცვლოთ შემდეგ მატჩზე, რომელიც ბათუმში გაიმართა და გათამაშების ლიდერი აია ესტუმრა ადგილობრივ ბათუმს. აქ ანგარიში გაიხსნა ბახვა კობახიძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით და შემდეგ მოეწყო თემურ სოხაძის პატარა ბენეფისი 10 ნომერმა ზედიზედ არა, მაგრამ 3 არეკნი გაიტანა ამ შეხვედრაში. ეს პირველი მათგანია, რომელიც პირველსავე ტაიმში შეასრულა სოხაძემ, მეორის დაცვა მეორე ტაიმამდე მოუხდა თვლის დანაგუნდელებს, ისე 6-0 მოიგო 40 წუთი ბათუმმა. ესეც მეორე არეკნი სოხაძისა, რომელიც ასევე ზუსტია 9-0. შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა 12-0 ბახვა კობახიძის შესრულებით და საბოლოო წერტილი მატჩს დაუსვა ისევ სოხაძემ, რომელმაც მესამე არეკნი შეაგდო, როგორც გითხარით, და 15-0 უკულოდ გაუშვა სახლში ქუთაისის აია. ლოკომოტივი და არმაზი არიან თქვენს წინაშე. ლოკომოტივი ლიდერთა შორის იყო, არმაზი ბოლოს წინა ადგილზე და მათი დაპირისპირება არ გამოდგა ისეთი, როგორცაც შეიძლება ვარაუდობდნენ ქართული რაგბის მწოდნეები. თავიდან კი დადო ლელო კავთიძემ და გაიყვანა 5-0 ლოკომოტივი წინ, თუმცა შემდეგ ამას მოყვა ჩაჭრა ბურთისა ცუდი თამაში შეტევაში ლოკომოტივის მხრიდან დავარდა ბურთი, გიორგაძემ აიტაცა ის, ირბინა ლელომდე და გაათანაბრა ანგარიში 5-5. ამას სულ ცოტა ხანში კიდევ ერთი ლელო მოყვა, ისევ შეცდომას დაუშვეს ლოკომოტიველებმა შეტევაში. აქ ქართული ზღაპრისა არ იყოს, მოჩანს რაღაც ბუზისტოლად, გარბიან ვიღაცეები შორეულ ფრთაზე, შემდეგ კი ირკვევა რომ ეს ვიღაცეები არ არიან, არამედ ლეგაშვილი დებს მეორე ლელოს არმაზის სასარგებლოდ და გაყავს თავისი გუნდი წინ. ასე მოიგო პირველი ტაიმი არმაზმა. ამის შემდეგ ციკლაურმა ორი ჯარიმა გაიტანა და 11-10 უკვე ლოკომოტივი დააწინაურა. კიდევ ერთხელ გავიდა არმაზი წინ ამ შეხვედრაში კიკნაძის საჯარიმო დარტყმით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ციკლაურმა მოაგებინა თავის გუნდს. არ იყო ეს რთული ჯარიმა, რა თქმა უნდა, შეაგდო ფულბეკმა საკმაოდ იროლად და 14-13 გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში თბილისის ლოკომოტივი. ეს უკვე ყვითელი ფორმები დავინახეთ და მივხვდით, რომ ჯიქი უნდა თამაშობდეს, მისი მეტოქე იყო თბილისის არმია. აქ პირველი რეზულტატური შეტევა განახორციელა არმიამ, როდესაც მახარაშვილმა ჯარიმა გაიტანა, რომელსაც ხარაზიშვილმა უპასუხა არა ერთი, არამედ ზედიზედ 3 საჯარიმოთი. ხარაზიშვილი დაუბრუნდა ჯიქს, რაც რა თქმა უნდა დიდი პლუსია ამ გუნდისთვის. ტრავმირებული იყო მათი გარემარბი და მთავარი დამტყმელი რამაზ ხარაზიშვილი. აი ესეც მისი 3 ჯარიმა, რის შემდეგაც გავიდა პირველი ლელო ამ მატჩში. ის გახლავთ ნიკა ბიწაძის ანგარიშზე და ვნახოთ მთლიანად ეს ეპიზოდი. გრძელი პასი, რომელიც საბოლოოდ მისდის ხარაზიშვილს, მან შეაგორა ეს ბურთი, თავადვე აიღო, განაგრძო სირბილი, გააგრძელა შემდეგ უკვე
მორკინალებზე თქვენ დამხმარე ყავდა 6 ნომერი, ჩაიშალა მარცხენა ფლანგზე ბურთი და რიცხობრივი უპირატესობა საგრძნობია, ამ შორი კადრიდანაც კარგად ჩანს, რომ იქ აშკარა იყო უპირატესობა რიცხობრივი ჯიქის სასარგებლოდ და საბოლოოდ ეპიზოდი მთავრდება ნიკა ბიწაძის ლელოთი და რამაზ ხარაზიშვილის მორიგი ზუსტი გარდასახით. ხარაზიშვილმა მეორე ტაიმი დაიწყო და კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და 19-3 გავიდა წინ ჯიქი. კვლავ ამ გუნდის შეტევას ვადევნებ თვალს. ვადევნებ და შემიძლია წინასწარ ვეკითხრათ, რომ ბექამ ამრიკიშვილი დადებს აქ ლელოს და 26-3 გახდება მას შემდეგ, რაც ხარაზიშვილი ისევ ზუსტად შეასრულებს გარდასახვას. რამდენს ნიშნავს რამაზ ხარაზიშვილი ამ გუნდისთვის ძალიან მაღალი კლასის დამრტყმელი ყავს ჯიქს და რა თქმა უნდა სასიხარულო რომ ის დაუბრუნდა ამ გუნდს ტრავმის შემდეგ. და ბოლო ლელო რომელიც დაიდო ამ შეხვედრაში ეს უკვე არმიის სასარგებლოდ იყო, ბევრი მან ვერაფერი შეცვალა, მაგრამ არმიამ მაინც მოახერხა კარის გაჯახუნება. ის კალანდაძის ანგარიშია სწრაფად გათამაშებული ბურთი, კიდევ ერთხელ გრძელი პასი მარცხენა ფრთაზე, აქ კალანდაძემ თავისი სისწრაფე ბოლომდე გამოიყენა, დაამიწა კიდეზე ბურთი და 26-8 ასე გაიმარჯვა გორის ჯიქმა. და ბოლო მატჩი ეს არის ყველაზე კულაუხვი და მრავალ ლელოიანი დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს ლელო სარასენსი და ბაგრატი დაუპირისპირდნენ. ეს მართლა ძალიან საინტერესო მატჩი იყო და მინდა დააკვირდეთ თუ რამდენი ლელო დაიდო ამ შეხვედრაში ოფლოუდებით. დავიწყოთ თავიდან და პირველი ლელო ამ შეხვედრისა. ლელო სარასენსის შესანიშნავად გათამაშებული ბურთი კარგი ბოჭვა ცენტრალურ ზონაში, თუმცა გრძელდება უწყვეტად ეს იერიში. ყიასაშვილმა კარგი პასით მოძებნა ხეცოიძე და ამ უკანასკნელმაც გახსნა ანგარიში 5-0 ასე გავიდა წინ ლელო სარასენსი. აქ ძალიან იყო ჩაღა აფრასიძემ უცებ გაათამაშა ბურთი, კარგახანს ვერ მოახერხეს მისი შებოჭვა, გადაასაბოლოდ ბურთი მიუვიდა მერაბ კვირიკაშვილს, რომელმაც თავისი კლასი აჩვენა, უშველებელი გამოცდილება მეტოქეს და დაამიწა ბურთი, იქ რამდენიმე მიძალება იყო მანამდე და საბოლოოდ ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით დადო ეს ლელო მერაბ კვირიკაშვილმა, კარგად გაუსწორდა ის ცუდად ამოსულ დაცვას, რასაც აფრასიძემ გარდასახვა მიაყოლა და 12-0 ასე გავიდა წინ ლელო სარასენსი. ეს ბაგრატის ლელოა და ალბათ ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ლელო მიმდინარე სეზონში, კარგად განხორციელებული შეტევა და დააკვირდით აი ამ ოფლოუდ საიდან მოახერხა ამ პასის გაშვება ჩიქვინიძეზე მისმა თანაგუნდელმა. ჩიქვინიძემ ძელებს შორის დაამიწა, ჯინჭველაშვილმა გარდასახა და 12-7 გახდა ანგარიში. ჯინჭველაშვილის არეკნი ეს უკვე 3-2 ქულამდე ამცირებს სხვაობას, 12-10 ასეთია ანგარიში ამ მომენტისთვის, თუმცა პირველი ტაიმი მაინც მოიგო 9 ქულით ლელო სარასენსმა აი ამ კარგი გარღვევის შემდეგ. ოფლოუდი როგორც დაგპირდით და სურგულაძე არ ლელოს ავტორი, აფრასიძე ამ ლელოს ამ გარდასახავს და 19-10 ხდება როგორც გითხარით. ეს უკვე მეორე ტაიმია და ტაბუცაძის გარღვევას ვადევნებ თვალს, რომელიც კარგად გამოიყურებოდა ამ შეხვედრაში. ერთი ლელო დადო და აფრასიძემ გარდასახა, ცოტა ხანში მან მეორე ლელო მიითვალა და დუბლი გაიფორმა დღევანდელ შეხვედრაში. აქ ჩაჭრის მცდელობა არ გამოუვიდა კვერნაძეს. მიიღო ტაბუცაძემ ფრთაზე ბურთი, აჯობა მეტოქეს 1-1-ზე და დაამიწა ბურთი. ჩემპიონმა ესეც არ იკმარა და გააგრძელა შეტევების მთელი ფეერვერკი. აქ ახობაძის გარღვევას ვხედავთ, რომელიც მართალია შეაჩერა ბაგრატმა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ გაგრძელდა იერიში. ახობაძეს ისევ დაუბრუნდებით და ცოტა ხანს მოითმინეთ ახობაძის გულშემატკივრებმა, მანამდე მამისაშვილის ლელო ნახოთ, რომელიც ამ უკანასკნელმა დაამიწა კარებთან ძალიან ახლოს და გაუიოლა საქმე აფრასიძეს გარდასახვის ამბავში. აქ ბაგრატმა უპასუხა ერთი ლელოთი, ესეც ოფლოუდით დადებული თუ აკვირდებით, გაგაფრთხილეთ თავიდანვე და ახლა ახობაძის ორი ლელო ერთბაშად. ერთსა და იმავე ფრთაზე ახობაძემ პირველი ლელო საკმაოდ იოლად დაამიწა, ისე რომ კარგად გაიყვანეს სივრცეში თანაგუნდელებმა და ანგარიში გახადა 45-17 უკაცრავად და ისევ იმავე ფრთაზე მოხდა გარღვევა და ახობაძე საბოლოო ლელოს ავტორი გახდა ამ შეხვედრაში 50-17 ასე გაიმარჯვა ლელო სარასენსმა და საკმაოდ კარგი განაცხადი გააკეთა საიმისოდ, რომ დაიბრუნოს თავისი ჩვეული პირველი ადგილი. გადავხედოთ სატურნირო ცხრილს, რომელიც ისე გამოიყურება, რომ დიდხანს თვალსაც კი ვერ გაუსწორებ. გულს უხარია 3 გუნდი ერთპაშად 32 ქულის მფლობელია, ლოკომოტივი, ლელო სარასენსი და ჯიქი. აიას და ბათუმს 31 და 30 ქულა აქვს და ისინი კრავენ აი ამ ძალიან მჭიდრო ხუთეულს, რომელიც იბრძოლებს ალბათ პირველი ადგილებისთვის.
შემდეგ მოდიან არმია და აკადემია 22 და 20 ქულით. ეს არის ის ორი გუნდი, რომელიც ყველაზე ახლოა იმ ჯგუფთან, თუმცა საკმაოდ შორს მაინც. მთელი 8 ქულა არმიასა და ბათუმს შორის სხვაობა, თუმცა ბევრი ტურია დარჩენილი კიდევ წინ. შემდეგ არის ბაგრატი, არმაზი 10 ქულით და ყოჩებს სულ 7 ქულა. ეს იყო მე-10 ტური, დარჩა ერთი ტური 2016 წელს სათამაშოს, შემდეგ იქნება ზამთრის არდადეგები და დაუბრუნდებით შემდეგ უკვე დიდაც. თუმცა ამ ერთ ტურსაც დიდი მნიშვნელობა ექნება ზამთრის ჩემპიონის გასარკვევად.